სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. მშვიდობა და ღვთის მადლი თქვენ და თქვენ სახლს. მეგობრებო, ყველას მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, ეს თქვა ტკივნეულ თემაზე. ეს არის ლოთობა, ნარკომანია და მოწევა. რაც არის დიდი, ესე ვთქვათ, სერიოზული პრობლემა, ხო? ეს მეგობრებო, ეს ლოთობა, ნარკომანია და მოწევა არა მხოლოდ ცუდი ჩვევებია არ არის, ხო? ეს ნამდვილად სერიოზული სულიერი პრობლემებია, რომლებიც ადამიანს აშორებს ღმერთთან კავშირს და ესე იგი ანგრევს მის სულს, შინაგანად ანგრევს ადამიანს. ადამიანი, რომელიც ამ ვნებებს მისდევს, ნელ-ნელა კარგავს სინდის, სირცხვილს. ესე იგი, სიკეთეზე მოშურების უნარს და საკუთარ ცხოვრებას აღარ აკონტროლებს თავისი ნებით. ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ, მეგობრებო, ჩვენი, ასე ვთქვათ, ენა, ჩვენი გონება, ჩვენი სხეული, ხელები, ფეხები, ხო? და არა ის იმან უნდა გვაკონტროლოთ ჩვენ ის, ხო? ანუ ის ნახეთ წმინდა მამები ყოველთვის გვეუბნებიან და გვასწავლიან, რომ ადამიანი შექმნილია ღმერთისთვის. ამიტომ ჩვენი სული უნდა იყოს სუფთა და თავისუფალი. ღმერთმა ადამიანის შექმნა თავისუფალ, ესე იგი და მისცა მას თავისუფალი არჩევნის უფლება. დღეს ადამიანი ირჩევს, ესე იგი, საით წავიდეს და ირჩევს, მას აქვს თავისუფალი ნება, ერჩიოს სიბნელე თუ სინათლე. წმინდა ბასილი დიდი გვაფრთხილებს, ლოთობა გულს ბნელ გზაზე სვავს და ანადგურებს ღვთის ხატებას. საერთოდ სასმელი ადამიანს გააკეთებინებს ყველაფერს, უკლებლივ ყველაფერს, აბსოლუტურად. ეს არავინ მართქვას, რომ აი არ გავაკეთებ იმას, ამას არ გავაკეთებ, ეს არავინ მართქვას, იმიტომ რომ ადამიანი მეგულისმრობ ახლა 2 და 3 ჭიქასო დალებს, აი რომ თვრალი მართლა, აი თვრალი ძალიან განგრეული თვრალი, ბოდიში ამ სიტყვის რომ ესე იგი ადამიანი არის, ის ყველაფერზე წამსვლელია, ამიტომ მას არ ახსოვს, ადამიანის გონება, ფსიქიკა არ არის ერთნაირი, ხო? და აქედან გამომდინარე, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, როგორც არ უნდა ესე იგი ბრძენი იყოს და გონება ესე იგი ქონდეს ადამიანს, ის რომ ძალიან ბევრს დალევს, ის ყველაფერზე წამსვლელია. ამიტომ ეშმაკს უნდა რომ ადამიანი დაღუპოს. წმინდა იოანე ოქროპირი წერს, ვნება მონად აქცევს ადამიანს და ართმევს სინანულის საშუალებას, რათა საკუთარი შეცდომები დაინახოს. წმინდა სერაფიმე საროველი აღნიშნავს, მეგობრებო, რომ სული, რომელიც ვნებით არის გადაღლილი, ვერ გზნობს ლოცვის ტკბილებას, ასე ვთქვათ. ყველასათვის ცნობილი ჩვენი წმინდა პაისი, ხო, ათონელი ხაზს უსვამს, რომ ნახეთ მოწევაზე, ხო, სიგარეტი პატარა ჯაჭვია, რომელიც ადამიანს სხვა ბოროტ ვნებებთან აკავშირებს, ვნებებთან, ხო, და ანადგურებს სულიერ სისუფთა. საერთოდ რა არის, იცით, აი, ზოგი ამბობს, აი, ესე იგი სიგარეტი არ არის სოდვა, ნუ რა სოდვაა, ხო, სიგარეტი, ხო, მაგრამ აი, ყოველთვის დაიმახსოვრეთ და ესე იგი იცოდეთ. სიგარეტზე და სხვა რამეზეც. როდესაც შენ რამეს აკეთებ, ეს თქვა მცირე, პატარა ცოდვა იქნება, თუ დიდი ცოდვა, ნუ დიდი ცოდვაზე გასაგებია, ხო, აშკარაა და ადამიანმა იცის, მაგრამ პატარა რაღაცას რო ცოდავ და ეს რა ცოდვა უნდა იყოს, ყოველთვის თქვი დაუსვი შენ თავს კითხვა, რომ შეიძლება ამით ადიდო უფალი? აი, შეიძლება რომ ესე იგი სიგარეტი მოწიო, ნაპასი დაარტყა
გააბოლოდა, ესე იგი თქვა, აი ადიდო უფალი, ხო, დიდება უფალს და ღმერთზე ისაბუბრო. ხო, არ შეიძლება სიგარეტის მოწევით ადიდო უფალი. ანუ ეს ცოდვა, რა თქმა უნდა, ნახეთ, რამდენი სიკვდილიანობა აქვს სოფლიოს მასშტაბით, რომ გადავხედოთ, ხო? რამდენი ადამიანი კვდება სიგარეტის გამო, რამდენი ესე იგი კიბო უჩნდება ფილტვებზე იქ. ну მოკლედ ამაზე არ ვისაუბროთ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ ვიცით, მაინც ვაკეთებთ. საშინელებაა. ლოთობა, ნარკოტიკი, თქვათ, მოწევა, ხო? ნელ-ნელა, თქვათ, ესე იგი ადამიანს უკვე აი გადასცემენ ბნელ სამყაროში. ისინი ხელს უშლიან ჭეშმარიტ ბედნიერებას, რომელიც მხოლოდ სულთა გულში შეიძლება დამკვიდრდეს. ნარკომანია საერთოდ განსაკუთრებით მძიმე არის, ვიცით? ნუ ეხლა ის თლიანად, ესე იგი ართმევს ადამიანს თავისუფლებას, ხო? შენ არ ხარ საერთოდ შენ თავს არ ეკუთვნი, სულს აბარეს ბოროტის ხელში, ასე თქვა და ხშირად უფალთან დაბრუნების შესაძლებლობას ანადგურებს. ხო, ეშმაკი არ გასვენებს შენ არასდროს. ხო, ეს მოწევა, ესე იგი სიგარეტი, მარიხუანა, პლანი, ანაშა და მოკლედ ასე შემდეგ, აღარ მინდა ჩამოთვალო, ხო? ეკლესია ყოველთვის გვაფრთხილებს. ეს არის უბრალო, ესე იგი ჩვევა, ეს გზა, ეს არ არის უკაცრავად, ეს არ არის უბრალო ჩვევა, ხო? ეს დიდი პრობლემაა, დიდი ზიანი, სენი არის. არ არის უბრალო ჩვევა. ეს გზა ბოროტისკენ არის, ხო? ჭეშმარიტი ბედნიერება, სულიერი სიმშვიდე და ნამდვილი თავისუფლება მხოლოდ ქრისტეშია, ღმერთთან პიროვნული ურთიერთობაში, ხო? ღმერთთან ახლოს ყოფნის მოიპოვება ღმერთთან. ლოცვა, მეგობრებო, ლოცვა, ხომ გახსოვთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სიტყვები, რომელიც ბრძანებს სახარებაში პირდაპირ მარტივად და უბრალოდ ამბობს, რომ ეს მოდმა განიკურნება, განიდევნება ლოცვით და მარხვით. მარხვა და ლოცვა, ლოცვა და მარხვა, აი, რომელიც გვიცავს ნებებისგან და გვაბრუნებს წმინდა გზაზე. უფალი ელოდება, ყოველდღე გველოდება, ესე ვთქვათ, ხელგაშლილი გველოდება, როგორც მოსიყვარულე მამა, ის ყოველთვის, ყოველ წუთს წამს არის გველოდება და არის მზად, რომ ჩვენ გვაპატიოს და შეგვინდოს ჩვენ ესა თუ ის ლოცვა და არ ხარ გავიმეოროთ, ხო? რა თქმა უნდა, ადამიანი იტყვის, სალაპარაკოდ ეს სიტყვებზე ადვილი არის და იოლი არის ეს ყველაფერი საუბრო, მაგრამ მერე რა? არამს თუ არა, იმიტომ რომ ვიცი რომ ძნელი არის საქმით, მაგრამ ჩვენ ხელში ყავს ის ძალა, ის იარაღი, რასაც ქვია უფლის იესო ქრისტეს ლოცვა. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. აი იმეორეთ ეს ლოცვა გამუდმებით. თხოვეთ უფალს, შეთხოვეთ რომ მოძრეკედი რომ მოგცეს ძალა, მომეცი უფალო ძალა რომ აი ესე იგი დაუძლიო და ეს აი მე არ შემიძლია ამაზე სულ მინდა რომ ვაკეთოს, მაგრამ აი ანუ იცით რა არის, აი მოკლე არ უნდა ეს რაღაც მაღალ ფარდოვანი სიტყვები და ეს ლოცვები შენი სიტყვები თხოვე როგორც აი რაღაცა რო გინდა ცხოვრებაში ხო რაღაც დომებია ოდესმე ცხოვრებაში და ხო გითხოვია ვინმესთვის აი რამე ან რა ვიცი ხო და აი ესე უნდა თხოვო ორმაგად, სამაგად, 10 მაგად უნდა თხოვე, ის გისმეს ყოველთვის მზად არის და ყურადღებით გისმეს ყოველთვის. ის შენთან არის, შენზე მეტად ტკივა მაგას. შენ რო გტკივა და ის რა თქმა უნდა მოგცემს ძალას. თორე ადამიანი თავის იმედად რო დარჩება, რა თქმა უნდა ის ადამიანები სუსტები ვარ ჩვენ და ეშმაკით სარგებლობს ამით და ესე იგი ხედავს ის საერთოდ ეშმაკი უდიდესი ფსიქოლოგი არის, მას არ შეუძლია ჩვენი ნაზრების და ფიქრების და წაკითხვა რა თქმა უნდა, მხოლოდ ღმერთს შეუძლია, მაგრამ ის იცნობს ადამიანის ბუნებას, ის იცნობს ჩვენ რა გვეშინია, რა გვინდა, რა გვწყინს, სად მივდივართ, ჩვენი ჟესტებით, ჩვენი ესე იგი გაცინით, მიხედვით,
ჩვენი ქცევით იმან იცის და გვიცნობს ჩვენ და ამიტომ მას იცის ჩვენ რა გვინდა რა გვშია ესე იგი უკაცრავად რა გვშია კი არა და რა წყინს რაზეც ბრძანდებით ბრაზდებით და ნუ მოკლედ ხო ხტებით ყველაფერი იცის და ამიტომ არ ვიცით მაგას საბაბი და ამიტომ ვილოცოთ პირჯვარი გადავიწეროთ და ესე იგი ვილოცოთ ვითხოვოთ ყოველდღე თხოვეთ უფალს და თვითონ დაინახავთ ნარკომანიაზე, სიგარეტზე, ანა იმაზე კი არა მოწევაზე და ესე იგი ლოთობაზე კი არა რამე განა არის ისეთი რაც ღმერთს არ ძალუც, ანუ რაც არ შეუძლია რამე არის, მაშინ თუ ასე არის ის ღმერთი არ არის, ხო? ამიტომ თხოვეთ უფალს და ის რა თქმა უნდა დაგეხმარებათ. მეგობრებო, ღმერთმა მოგცეთ სინანული, მეტი სიყვარული გწამდეთ და რაც თავარია დიყავი და დარჩით ერთგული ქრისტეს მიმართ. ღმერთმა მოგცეთ ძალა და გაგაძლიეროთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთათან. ამინ. მადლობა.